სამყაროს გამოწვევები სწორედ ჩვენს ონტოლოგიასთან დაპირისპირების კონტექსტში უნდა იქნას განხილული. ესე იგი, სად უნდა ავიდე და ამ სამყაროს გამოწვევები ჩემს წინაშე, ჩემს მიმართ სწორედ იმით არის განპირობებული, რომ მე იქ უნდა ავიდე და ამ სამყაროს ჩემი გაშვება არსოს. ეხლა ეს რას ნიშნავს ჩემი გაშვება არსოს? წმინდა წერილში ამდენიმე ადგილას ესეთი ფრაზაა გაჟღერებული, რომ თავადი ამ სოფლის, ანუ უფროსი ამ სოფლის არის ეშმაკი, სატანა. ეს რატო არის ეს ღმერთი რატო არ არის? ანუ რა თქმა უნდა ღმერთი განაგებს ყოველივეს, მაგრამ რამ განაეპირობა ის, რომ სამყაროს რაღაც მართვა გამგეობის რაღაცა გარკვეული სექტორი ხელში აქვს ჩაგდებული ეშმაკს, ისე რომ ის შემზეთ მერე მანიპულირებს და მოქმედებს. და რადგან ამ დაცემული ანგელოზის ეს სიძულვილი პრინციპული წინააღმდეგობა ღმერთისადმი ცნობილია, მაგრამ რადგან ღმერთს ვერაფერს ვერ უშვებს და ვერ ერევა, ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მისი ხატიდან მსგავსია და ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს, რომ მის გულში, მის მისტიკურ სიღრმეში ღმერთმა გაიმარჯვოს და ღვთის გეგმა ამ ადამიანის მიმართ აღსრულდეს, ეშმაკისათვის ხდება სამიზნე და საბრძოლველი, რომ ამით მაინც ერთ ადამიანს რომ მოუგებს, მეორე ადამიანს რომ მოუგებს, ამით მაინც დაამარცხოს ღმერთი რომელიღაც ადამიანის გულში. ამიტომ როცა ადამიანი სულიერ ცხოვრებას იწყებს, ის პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის დაცემულ ანგელოზებთან, ანუ ეშმაკთან. ამიტომ ნათლობის წინ აღთქმას ოდებს ადამიანი ნათლობის წინ, იმ აღთქმის ერთ-ერთი შემადგენელი არის ის, რომ განვეშორები ეშმაკს და მის საქმეებს და ეშმაკს აფურთხებს კიდევაც. ჯერ უნდა შეაფურთხოს ეშმაკს. მერე თქვას, რომ მე ქრისტეს მიმდევარი ვარ და ასე შემდეგ და მხოლოდ მერე მოინათლოს და ეს არ არის მეტაფორა, ეს რეალური ბრძოლის დასაწყისია ბოროტ სულთან და ვისაც ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილება აქვს, ის ცნობს ეშმაკს. როცა ცნობს დემონურ ენერგიას, როცა ჩვენ გულს უახლოვდება და ის ცნობს დემონური ძალებისგან მოწვდილ ინფორმაციას ჩვენში და ქრისტიანი თავის გამოცდილებით და მადლმოსილებით, გამოცდილი ქრისტიანი ეგრევე ცნობს, რომ ეს დემონური ენერგია მოვიდა, ეს დემონური სიტყვა მოვიდა და ის იმწამს, რომ ჩანასახშივე ამარცხებს მათ და ამიტომ ის აღარ აძლევს საშუალებას გააგრძელოს ეშმაკმა თავისი ქმედება ამ ადამიანის საშუალებით, იმიტომ რომ ძირშივე მოკლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს.